ფოტოგრაფია გამართა ჟურნალისტვის copyright ალისა საოცრებათა ქვეყანაში ესეთი სათაური აქვს ფოტოების ახალ სერიას, რომლის საბოლოო შედეგსაც თბილისელები 28 თებერვალს ნახავენ. ახლა შენ შეგიძლია. მადლობთ. მაიკო ჭაფოძე ესწრებოდა ამ ფოტოგადაღებას ბოტანიკურ ბაღში, ნახოთ რეპორტაჟი. ეს წითელთმიანი გოგონა სოფიო ტუსიშვილია, ზედმეტსახელად პეპი გრძელიწინდა. ცელქი და მოუსვენარი პეპი გუშინ საოცრებათა ქვეყანაში აღმოჩნდა. ჯერ ირაკლი რუსაძის კაბა მოარგეს, შემდეგ მაკიაჟი გაუკეთეს და გადასაღებ მოედანზე დაიბარეს. პეპი 23 წლისაა და თბილისის ერთ-ერთ კაფეში მუშაობს. დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, კომპიუტერული გრაფიკის განხრით. პროფესიით არასოდეს უმუშავია, თუმცა ჟურნალმა copyright აღმოაჩინა, რომ პეპი არაორდინალურ ილუსტრაციებს ქმნის. მე მიმყავს ესეთი რუბრიკა სიახლე კრისტისგან, ახალი კრისტისგან. ვეძებ ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს. წინა ნომერში ყავდა მომღერალი თინა შურღაია, ეხლა მყავს პეპი, რომელიც ძალიან ესეთი არაორდინალური ხედვა აქვს. ხატავს მხოლოდ წიგნებში, მხოლოდ ტექსტზე. სანამ პეპის ნამუშევრებს ფართო საზოგადოება გაიცნობს, მანამდე ფოტოგრაფი შოთიკო ბოჭორიშვილი ვიდეო არც იღებს. რგოლით სოფიოსავით არაორდინალურია. გადასაღებ ლოკაციად ბოტანიკური ბაღი აირჩა. თემად ალისა საოცრებათა ქვეყანაში. თემა ავირჩიეთ ალისა საოცრებათა ქვეყნიდან. სცენარი მოგვითხრობს მხატვარზე, რომელსაც მოპარეს წიგნები და ეს მხატვარი და წიგნები სიურპრიზად დავტოვებ, უკვე გამოფენაზე ნახავს დამთვალიერებელი და მოდელი ბიჭები, რომლებსაც აქვთ ეს წიგნები და მიაქვთ და უკვე სცენარი გაგრძელდება გამოფენაზე. შემდეგი თავზე დამაგრებული წიგნით სოფიო 4 მოდელ ბიჭთან ერთად გადაიღეს. მის ნამუშევრებს ჯერ საიდუმლოდ ტოვებენ. თვის ბოლოს კი ახალბედახელოვანის გამოფენა მოეწყობა. იქნება უჩვეულო გამოფენა, არ იქნება სტანდარტული მოლბერტზე გაჭიმული ტილოები და ჩარჩოში ჩასმული ნახატები, იქნება უცხო ნახატები, უცხო გარემო, რომ მოხვათ 28-ში. მიხვდები თუ რატომ აქვს თავზე ახლა წიგნი, რატო დარბიან ჩემს უკან ბიჭები წიგნებით და რატო გადავწყვიტეთ, რომ წიგნების თემა და ალისას თემა აგვიღოს. ვიდეო რგოლში მონაწილეობა პირველად მიწევს შოთიკო ბოჭორიშვილმა შემომთავაზა, რომ მიმეღო მონაწილეობა, ჩემთვის რაღაც ახალია და მინდა გამოვცადო და ვნახო რამდენად კარგი იქნება. ჟურნალი copyright სოფიო ტუსიშვილს საზოგადოებას 28 თებერვალს წარუდგენს. ზამთრის ბოლო დღეს სასტუმრო ჰოლიდეინში პეპის არაორდინალური გამოფენა იგეგმება. შავ-თეთრი დრესკოდითა და მთავარი მოთხოვნით, პუნქტუალურობით. ყველა სტუმარი ზუსტად საღამოს 8 საათზეა დაბარებული.